შაოლინის ბერები. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამძლე, მოქნილი და დისციპლინირებული მებრძოლები, რომლებიც მთელ ცხოვრებას კუნგ-ფუს სწავლას უძღვნიან. და ამას იწყებენ ბავშვობიდან. ბავშვობიდანვე ყოველ დღე საათობით ვარჯიშობენ, რომ შეასრულონ ისეთი რაღაცეები, რომელიც ერთი შეხედვით ურთულესია. და მე, ადამიანი, რომელიც მათთან ერთად სრულ სავარჯიშო დღეს გავივლი. ერთადერთი კითხვით, ღირს კი მათი ცხოვრება ამდენ ტაჯვად. მაგრამ სანამ აქამდე მივალ, ალბათ გაინტერესებთ, რატომ ვაკეთებ ამ ყველაფერს. ამისთვის თქვენ წარმოიდგინეთ და უკან უნდა გადავახვიოთ. ეს პატარა კაკუა, რომელიც საკულტო ფილმს კარატის ბიჭუნას უყურებს და ოცნებობს, რომ ამ ბიჭივით კუნგ-ფუს მასტერი გახდეს. მაგრამ სამწუხაროდ პატარა კაკოს ოცნება ოცნებადვე დარჩა და დიდი ხნით მიიძინა. სანამ დაახლოებით 25 წლის მერე YouTube-ზე ერთ-ერთი ვიდეოს ქვეშ ნიკო მაზანაშვილი 5662-მა დაწერა შემდეგი კომენტარი. შაოლინის ბერებთან გაატარე 24 საათი. რაღაც არ ამგონია გამოგივიდეს. არ გაბედო რომ დამაჩელენჯო. მე უკვე დაგაჩელენჯე. ეხა შენი საქმე შენიცი. ჩინეთო. მე მოვდივარ. მე კაკო ვარ, დოპამინის წავსე კაცი. და ვაპირებ რომ 24 საათი გავატარო შაოლინის ბერებთან. ვისწავლო ნამდვილი კუნგ-ფუ. მაგრამ აქ ესე მარტივად არ მოხვედრილ. ჩინეთში ჩამოსვლისას მეგონა რომ შაოლინის ტაძრებს ყველა რეგიონში მივაგნებდი. თუმცა აღმოჩნდა რომ ერთადერთი და უნიკალური შაოლინის ტაძარი ქალაქ დენგფენგშია, ჰენანის პროვინციაში. და ეს ამბავი იმ გენიალურმა ქართველმა მოგზაურმა გაბაგებინა, რომელმაც ამ პროვინციაში ჩემამდე იმოგზაურა. მოკლედ შაოლინის მონასტერში ან ორი გზა არის, მე გეტყვი მე როგორ ჩავედი. მე მეგონა რომ ყველგან იყო. მთელ ჩინეთში იყო და არ არის ეგრე ხო როგორ ჩანს. შაოლინის მონასტერი მთავარი რომელიც არის პირველი სადაც თვითონ საბრძოლო ხელოვნება შეიქმნა არის ეს ტაძარი. შანხაიდან ჰენანის პროვინციამდე 1000 კილომეტრამდე გავიარეთ. გამოვიცვალეთ ჯერ მარტავებელი და მერე ტაქსი და აღმოჩნდით სწორედ ამ ადგილას. აქ დაიწყო შაოლინების ბერების კულტურა. მაგრამ ჩემი მიზანი სულ სხვა რამეა. არ მინდა მხოლოდ ტაძარი ვნახო. ამ სივრცეში უნდა ვიპოვო ადამიანები, რომლებიც მომამზადებენ ნამდვილ კუნგ-ფუში. სამწუხაროდ, ჩემი წარმოდგენა რეალობას აცდა. მე თუ მოლოდინი მქონდა რომ ვნახავდი ავთენტურ ტრადიციულ ტაძარს, სადაც ბერები კუნგ-ფუში ვარჯიშობენ, ადგილზე საერთოდ სხვა სურათი დამხვდა. მოკლედ, კაიფული საკეთებლად აქვს ცეული რა. თუმცა სანამ ამაზე ვიტყვი, მოგიყვებით როგორ შეიქმნა კუნგ-ფუს საბრძოლო ხელოვნება შაოლინის ბერებისგან. შაოლინის მონასტერი ქართულად მცირე ტყის მონასტერს ნიშნავს, რომელიც ზუსტად ამ ტყის გამო შეერქვა. სწორედ ეს ერთი უბრალო ბუდისტური მონასტერი გახდა შაოლინის საბრძოლო ხელოვნების ცენტრი. ეს ამბავი მე-5 საუკუნეში დაიწყო, როცა ინდოელი ბუდისტი ბერი ბოდითარმა აქაურობას ესწრებოდა და შეამჩნია, რომ ბერებს ფიზიკური ძალა და გამბედაობა აკლდათ, რაც მათმა ხანგრძლივმა მედიტაციამ და ასკეტურმა ცხოვრების წესმა გამოიწვია. ბერებს კიდევ ერთი პრობლემა ჰქონდათ, რადგანაც ეს ტერიტორია იზოლირებული იყო, ხშირად ყაჩაღები ესხმოდნენ თავს. და მათ თავდასხმისთვის საკმარისი უნარები არ გააჩნდათ. ბოდითარმამ შექმნა ფიზიკური ვარჯიშების სისტემა, რომელიც მოგვიანებით შაოლინის საბრძოლო ხელოვნების საფუძვლად იქცა და მას კუნგ-ფუ ეწოდა. კუნგ-ფუ ბუდისტურ ფილოსოფიასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული და ისაა არა მხოლოდ საბრძოლო მეთოდი გამარჯვებისთვის, არამედ გზა საკუთარი გონებისა და სხეულის განწმენდისთვის. თუმცა ამაზე მოგვიანებით მასტერი მომიყვება. მოგვიანებით კუნგ-ფუ მხოლოდ ბერული ცხოვრების წესს მთლიანად გაცდა. ჰოლივუდურმა ფილმებმა იმდენი მოახერხა, რომ აქ ერთადერთი გადარჩენილი ტაძრის ირგვლივ გაშენდა უდიდესი ტურისტული კომპლექსი. ეს კომპლექსი ჯამურად 57000 კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული, რაც დაახლოებით 1.5-ჯერ დიდია, ვიდრე მაგალითად თერჯოლა. კომპლექსში შედის უამრავი სხვადასხვა ტურისტული ერთეული. აქაურობის სრულად დათვალიერება კი ავტობუსების ან მინიმანქანების გარეშე თითქმის შეუძლებელია. ამ ტერიტორიაზე ტაძრის მიღმა გაიხსნა კუნგ-ფუ სკოლებიც, რომელთაგანაც ყველაზე დიდი 25000 მოსწავლისგან შედგება და ისინი ყოველდღურად ვარჯიშობენ კომპლექსის ტერიტორიაზე. Let's go! ამავე ტერიტორიაზეა სხვადასხვა საგამოფენო ცენტრები და ყოველდღურად ეწყობა კუნგ-ფუ შოუები, რომელთაგანაც ერთ-ერთს მეც დავესწარი. კუნგ-ფუ პერფორმანსზე მივდივარ ახლა.
ამ წარმოდგენაში მხოლოდ კუნგ-ფუს მოსწავლეები არ მონაწილეობენ. თუმცა ხანდახან მაყურებლებსაც აძლევენ შანსს სცენაზე ასვლის და როცა გამოაცხადეს, რომ 3 კანდიდატი უნდა ასულიყო სცენაზე, მივხვდი, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო ჩემი პირველი გამოცდილება კუნგ-ფუსთან და დაუფიქრებლად ავწიე ხელი ისე, რომ წარმოდგენა არ მქონდა რა უნდა გამეკეთებინა. What we should do? We are going to learn how to თუ ჩინელები საკმაოდ მოქნილები იყვნენ ილეთების გამეორებაში, მე არ ვბრწყინავდი. It's very hard, yeah. სამაგიეროდ მაყურებლის სიმპათია ყოველთვის ჩემხარეს იყო. რადგან არა მარტო სცენაზე, დარბაზშიც კი უიშვიათესი ტურისტი ვიყავი. ამის გამო, რომ ჩემ ნებისმიერ გენიალურ მოქმედებას განსაკუთრებული მხარდაჭერით ხვდებოდნენ. საბოლოოდ ამ შოუს გამარჯვებულად გამომაცხადეს და სხვადასხვა სანახაობების ბილეთი მომცეს. პრიზები მოვიგე, რაც თავარია. თუმცა ჩემთვის თავარი სულ სხვა რამე იყო და ამისთვის ჩემ სცენაზე გაცნობილ პარტნიორს კითხე რჩევა. I mean like training. Can I join training to train with monks? I think nowadays because tourism is like kind of too popular. So the real ones are not even here. I don't even know where are them. ამ პასუხის მიუხედავად მაინც ჩავეწერე აქ არსებული მონასტრის კუნგ-ფუ სკოლაში. Do you have your passport with you? Yes. თუმცა როგორც აღმოჩნდა უცხოელები საერთოდ დამოუკიდებლად ვარჯიშობენ და მე მომიწია დარჩენილიყავი იმ საერთო საცხოვრებაში, სადაც არც ბერები და არც ადგილობრივები არ იმყოფებოდნენ. მოკლედ როგორც ჩანს აქ მარტო უცხოელები არიან და მინდოდა ჩინური experience. One night? Which bed you want? Which one is the best? This. You can choose. კუნგ-ფუ სკოლაში დილა იწყება მედიტაციით. თუმცა გადაღების უფლება არ მომცეს და სამწუხაროდ ეს კადრები არ გვაქვს. შემდეგ კი მითხრეს, რომ ვარჯიშის დრო იყო. დილის ლოცვის მერე ვიდეორ თავარჯიშოთ. მაგარ ენერგიაზე ვარ, თან როგორი პაფასავით საწოლი იყო ჩემ. აი იმენა ფიცარზე ვიწექი. ბუდისტებთან რო ვიყავით ბევრად გაიყო. აურა, კაი. ეხლა ვიდეორ თავარჯიშოთ და მაგარ ხოძე ვარ მეც. ვარჯიში სრულადაც და იმ წარმოდგენას რაც მე მქონდა. პირველ რიგში მასტერის გარდა აქ არ იყო არც ერთი ადგილობრივი. ვარჯიშის სტილიც უფრო ბავშვურ გასართობად მეჩვენა, ვიდრე რეალური კუნგ-ფუ სანახაობა. რაც მთავარია, აქ ვერ ვიპოვე კუნგ-ფუს მასტერები. გამისროდა იმედი, რომ ვერ ვნახე ისეთი ტიპის ილეთები, რომლებიც ფილმებში მაქვს ნანახი და რომლისთვისაც აქ ჩამოვედი. აქ ვნახე ინსტრუქტორები, რომლებიც ფის მომზადებაში ავარჯიშებდნენ. თუმცა ისეთი მასტერი, რომელიც არა მარტო ვარჯიშებზე, კუნგ-ფუს ფილოსოფიაზეც მომიყვებოდა, ჯერჯერობით ვერ ვიპოვე. სასწრაფო წავედით ამ საოფისე საქმიანობაში. ნამდვილი სოფელი უნდა გამოვცადო. და აღმოაჩინე, რომ ამ ვარჯიშების მოდელს ბევრი არაფერი აქვს საერთო იმ ღირებულებებთან, რის გამოც შეიქმნა კუნგ-ფუ. სწორედ ამ მიზეზის გამო გადაწყვიტე შაოლინის ტაძრის კუნგ-ფუ აკადემია მალევე დამეტოვებინა. Just a little training? Yeah, but I don't think I will stay because it's typical training. Do you have any other plan? Kung-Fu school. You want to go to Kung Fu school? How to go there? But car cannot go there. If you go there, you're gonna find him. Yeah. You waste all your time. მოკლედ, აი ფულის საკეთებლად სეული რა. ესე ტურისტები ჩამოდიან და ამათ ატყობილი მექანიზმები ფული როგორ გამოართვან და ავარჯიშონ და ჩემი აზრით მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ტრადიციული და ერთადერთი ტაძარი, აიდანაც წარმოიშვა შაოლინის ბერების ცხოვრება, კუნგ-ფუ სკოლის owner jobs რა. That's რეალურად და ავთენტურად და ფულით დაცვის გარეშე გასწავლი. უკეთესი ალტერნატივისთვის ინტერნეტში დავიწყე გიდების ზებნა. ასე გავიცანი კევინი, რომელიც დამპირდა რომ წამიყვარდა უფრო ავთენტურ კუნგ-ფუ სკოლაში. სადაც მასტერი ყოფილი შაოლინის ბერია. Master is Master Shi
Yan Ping is Buddhist name. Many years ago, he trained Kung Fu in Shan Temple. თუმცა გარკვეული პერიოდის მერე სავარაუდო უთანხმოების გამო გადაწყვიტა ტაძრიდან წამოსვლა და იქვე სოფელში საკუთარი კუნგ-ფუ სკოლა გააკეთა გაცილებით კეთილშობილური მიზნებისთვის. And also he received some children homeless, no parents. Very kind of master. How old is he? Over 43 now. But he trained Kung Fu when he was 10. შაოლინის ბერები ორ ნაწილად იყოფიან. სულიერი ბერები, რომლებიც მთელ ცხოვრებას მედიტაციას და ბუდიზმის კვლევას უძღვნიან. მათ არ აქვთ შესაძლებლობა ტაძარი დატოვონ და ასევე აქვთ უამრავი შეზღუდული უფლება. Never married, never drinking alcohol, never eat meat, never leave temple. მეორე კატეგორია კი მებრძოლი ბერებია, რომელთაც სრული შემთხვევაში შეუძლიათ ტაძარი დატოვონ და საკუთარი კუნგ-ფუ სკოლა გახსნან. To be a warrior monk, someday if you leave the temple, depends on you. You can obey the discipline or depends on you. For example, you can marry it, depends on you. ასეთია ჩვენი მასტერიც. The master Yan Shuang. Nice to meet you. It's his building and his kung school. A small place, but very peaceful. კაია რომ მასტერი ზოგადად აცნობს ადამიანებს ესე, იმიტომ რომ მე ისედაც სრული დამბი ვარ. და ისედაც მასტერის მოვალეობაა, რომ თავიანთ მოსწავლეებს ჩააცვას რა, ასწავლოს მე. Can you ask how many students does he have? Nearly 70. დავალოთ ამდენი დავიდარების, ხეტიელის და არასწორი გადაწყვეტილებების შემდეგ, როგორც აღმოჩნდა მივაგენი სწორ ადგილს. სადაც ზუსტად ის ვარჯიშები ვცადე, როგორიც იყო ჩემ წარმოდგენაში კუნგ-ფუსთვის შესაფერისი. თან დავიღალე რა, მოვკვდე რა, ჩემთვის არ არის კუნგ-ფუ. პირველი დღე ყდარი ვარ. კარგი არ ერთი დღით ვარ აქ ნახსოვრო. ფაქტობრივად ერთიანი ჩელენჯი რომ ამეღო, გასვენებული ის მებოდი აქაც. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ვარჯიშებთან ერთად მომესა შესაძლებლობა შესაბერისი ადამიანისგან გაცილებით მეტი მომესმინა კუნგ-ფუს ფილოსოფიაზე. ყველაფერი კი დაიწყო მთავარი კითხვით. What is Kung Fu for him? How it changed his life, his mindset and so on. კუნგ-ფუ არ არის მხოლოდ ბრძოლა. ეს არის გზა, რომელიც ანვითარებს ადამიანს როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად. სწავლა აერთიანებს სხეულსა და გონებას, რომ ჰარმონიაში იმოქმედოს. ყველაფერი კი ერთიანად არ ხდება. თავიდან იწყება ძალიან მარტივი, თუმცა ინტენსიური ვარჯიშით. When newcomer comes, what workouts do they do first? 刚来的时候也和你一样，也是受不了，慢慢的坚持就好。 Every day same, yeah? Every day. Basic training. And like after how long change training? 练3个月。 Almost 3 months basic training. Then okay. a new step. ძირითადი ვარჯიშების სამი ნაწილად იყოფა და მათი მიზანი ერთადერთია. ჩის, ანუ ენერგიის წყაროს გაძლიერება. ჩის გაძლიერება ხდება სწორი სუნთქვითი და ფიზიკური ვარჯიშებით. How long they stand? 30 minutes for them. Really? Yeah, when I was young, I do this one same. Ah! All day. ჩინური ფილოსოფიის მიხედვით ჩი არის სიცოცხლის ზალა, რომელიც მიედინება სხეულის სპეციალურ არხებში. კუნგ-ფუს მიზანიც ამ ნაკადების გაძლიერება და ბლოკერების მოხსნაა. ამისთვის კი გამძლეობა და დისციპლინა მთავარი იარაღია. ანუ 30 წუთით გარან ესე და 1 წუთიც ვერ გავძელი. ისინი არ ცდილობენ რომ იყვნენ კრეატიულები და ცადონ 1000 სხვადასხვა ვარჯიში. ცდილობენ რომ ერთი და იგივე ის დიდხანს კეთებით დახვეწონ თითოეული ვარჯიში და ამის ხარჯზე გახდნენ სრულყოფილები. Come on, bro. You can do it. Come on. Let's go. Go. Don't stop. Don't stop. Okay. We are good. How's your feeling? Yeah, great. თავარი ვარჯიშები, რომლის გამოც ბავშვობიდან შემიყვარდა კუნგ-ფუ და პრინციპში რომლის გამოც ვიბოდიალი ამდენი დღის მეორე ნახევარში გველის. მანამდე კი ბავშვებს დაუსვი კითხვები კუნგ-ფუს შესახებ. What is hardest for you in everyday life? 最难的就是压叉、下叉。哦，是下叉。Basic training. For hardest? Wow. And what about to get up early? 然后赶紧怎么样？ It feels good, but get up early every day.
დილა მათთვის 5 საათზე იწყება და პირველადი მომზადების და გაწევლის შემდეგ იწყებენ ძირითად ვარჯიშებს. How long you do the training, for example? 1个小时 ，at least 1 hour. Really? 1 hour? 1 minute for me is enough. თითოეული ვარჯიში 9 საათი მაინც გრძელდება და მე როგორც სრულიად დამწყები მოსწავლე საინტერესოა რამდენს გაუძლებ. ჩემმა არც ისე ჰარმონიულმა ვარჯიშებმა გუნდში დისციპლინის დარღვევა გამოიწვია. It's good, it's good. დაახლოებით 3 საათიანი დილის ვარჯიშების მერე საუზმის დრო მოდის და ის მსუბუქი უნდა იყოს. მაგალითად უნდა შედგებოდეს ბრინჯით, ბოსტნეულით, სუპით ან ფაფით. Great cook. Food same every day or sometimes different? Sometimes different. Depend on season. ეს კვირა დღეა. ერთადერთი დასვენების დღე მათთვის, თუმცა რადგან სტუმრად ვარ, ჩემთვის გადაწყვიტეს სრული რუტინა ეჩვენებინათ. სწორედ ამიტომ არიან დღეს 3-17-ის ნაცვლად. What they do when they resting on Sundays? In the Sunday, they can take their phone back from the master. Normally, you cannot use your phone from Monday to Saturday. Only Sunday, the master give you a phone for you. We can do the video call to your parents. Or make that phone call to your friend. So now they hate me because I ruined their Sunday, yeah? საუზმის შემდეგ ისე ვარჯიშის დრო მოდის. ამჯერად იარაღებით. ცდილობენ დახვეწონ იარაღის გამოყენების ტექნიკა. კუნგ-ფუ საბრძოლო ხელოვნებას თავისი დონეები აქვს და თითოეული დონის გადასალახად ერთგვარი გამოცდაა ჩასაბარებელი. And how many steps around are in Kung Fu? 有好几个阶变吧。 Not a lot of people reach 9. 它不是需要考从1段5段。After many years training, there's a test for you. If it's through a test, you have different levels. 9 was the highest one. What is the stage? 8 now. 8? 8 段 now. Okay. When he will have a test? The year before last year. Okay. მასტერი ამბობს, რომ კუნგ-ფუ არის საბრძოლო ხელოვნება, მაგრამ ყველაზე დიდი ბრძოლა საკუთარ თავთანაა. ეს არის ბრძოლა საკუთარი სისუსტეების, შიშების, ზარმაცობისა და ეჭვების წინააღმდეგ. Fuck. რეალურად კუნგ-ფუ უფრო მეტად ნიშნავს პასუხისმგებლობას საკუთარ შესაძლებლობებზე და ნდობას. ნდობა იწყება საკუთარი თავით. და შემდეგ ნდობა ვრცელდება შენ თანამებრძოლებზე. რადგან გესმის, რომ კუნგ-ფუს მიზანი არაა განადგურება, არამედ ურთიერთქმედება და ერთიანობა. Can I trust you? Yeah, nice. Nice. როცა დამწყები ხარ, ბუნებრივია თავიდან სულელივით გააკეთებ. თუმცა კუნგ-ფუს ფილოსოფია ამბობს, სიბრიყვე არის სიბრძნის დასაწყისი. თუ მოსწავლე აღიარებს თავის შეცდომებს და მზად არის მათზე მუშაობისთვის, ეს ნიშნავს, რომ ის სწორ გზაზე დგას. I'm around level 3. შუადღის ვარჯიშების შემდეგ სადილის დრო მოდის და შემდეგ დასვენების. მოსწავლე შეუძლია მცირე ხნით დაიძინოს, ან სრულისაბრემ გამოიყენოს თავისი დასვენების 2 საათი. ჩვენი მხრივ დასვენება იმაში გამოვიყენეთ, რომ ჯერ ჩემი YouTube-ის ვიდეოები ვაჩვენე, რომლებიც მათთვის უცხო იყო, რადგან ჩინეთში YouTube-ი საერთოდ დაბლოკილია. ამის გამო რომ ისინი ჩემ გამოწერას ვერ შეძლებენ. შენგან განსხვავებით, მინდა გითხრა, რომ ნებისმიერი გამოწერა განსაკუთრებულ მოტივაციას მატებს, რომ კიდევ უფრო საინტერესო ვიდეოები გადავიყო და თუ ოდნავ მაინც რაიმე ემოცია მოუტანია ჩემ ვიდეოს, მადლობელი ვიქნები თუ ვიდეო შეამცირებ და მაუს ოდნავ მარცხნივ და ქვემოთ ჩამოიტან და წითელ ღილაკზე დააკლიკებ. კაია.
მოგვიანებით კი დრონის კატაობითაც გავერთეთ, რომელიც ასევე უცხოხილი იყო ამ ბავშვებისთვის. Try. It's not danger, but try. It's up, down. Wanna try? ის მეორე ნახევრის ვარჯიშები შედარებით ინდივიდუალურია. ისინი ცდილობენ ინდივიდუალურად დახვეწონ ის ვარჯიშები, რომლებიც ყველაზე ნაკლებად გამოსდით. What's your favorite kung fu training? Kung Fu. Whoa! Nice. 我喜欢就打鞭子 ，like the whip, the weapon, the whip. Now my turn. კუნგ-ფუში მთავარი ძალა კი არა ჰარმონია. შენიჩის, ანუ ენერგიის წყაროების ბლოკერებს თუ გაათავისუფლებ მენტალურადაც და ფიზიკურადაც უფრო ჰარმონიულად იგრძნობ თავს. და სწორედ ამიტომ ბავშვები აქ სხვადასხვა მიზნებით მოდიან. Do you have in mind what you want in future to do? 我练功夫，我要参军。I want to join the army to be the Army to fight against USA? No, maybe not. But don't kill me, okay? 不要杀他，不要打他。 Can you compare yourself when you come first and now what's difference in mind and in body? 刚来的感受就是受不了。When first are here, he feels this one is terrible. He can't do every moment. He hates it, but when he formed the habit, he loves it. I'm interested. Why do they start Kung Fu? He loves Kung Fu. ერთი დღე ვარჯიში კუნგ-ფუში ერთი დღით ხსებს წინ. ერთი ჩაგდებული დღე კი 10 დღით ხევს უკან. სწორედ დისციპლინით და დაუღალავი სისტემატური შრომითაა, რომ ახერხებენ ისინი ისეთი ვარჯიშების შესრულებას, რომლის სანახავადაც აქ ჩამოვედი. და ესე ეჩვევიან გამძლეობას. You will try? You. I cannot. თავზე მეტალის გადარტყმას თავის ჩის გაძლიერება ჭირდება. თუ პირდაპირ ეცდები ამის გაკეთებას აუცილებლად გაიტეხავ თავს. No. You? No. თუ თავის ჩის ეტაპობრივად ნელ-ნელა გააძლიერებ და ახლობით 1 წელში შეეძლებ მეტალის თავზე გადამტვრევას. How they start? By what? Like wood or some what? The basic one. Use your head upside down. Turn it straight here. The head. Yeah, then they can train with the metal. Oh, okay. ამაზე გაცილებით საინტერესო ილეთის წყლით სავსე ბოთლით სრულდება. ამ ბოთლში ჩვეულებრივი წყალი ასხია. ეხლა ჩვენ ამას არ დავლებთ. გაჩვენებთ რას უზომ. თუმცა მანამდე მასტერს მეც უნდა გაუზიარო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი. როგორ თქვენ იყავით ჩემი მასტერი, ზუსტად იგივენაირად ალგოუნი თავაზობს ამ შესაძლებლობებს. ეგილია ნებისმიერ დროს, როცა რაღაც შეგეშლება, როგორ დღეს მე მისწორებდით, იგივენაირად შეუძლია მენტორები შემოვიდნენ, შეგისწორონ ნებისმიერ რამე და ამით შეხდები პროგრამირების კუნგ-ფუ. თანაც ალგოუნის დაემატა კიბერუსაფრთხოება, მობაილ და დესკტოპ აპლიკაციების კურსები. ეს უკანასკნელი კი საქართველოში სხვათა შორის მხოლოდ ალგოუნის აქვს. და თუ პროგრამირების კურსს დაამთავრებ, კომპანიაში სტაჟირების შესაძლებლობაც მოგეცემა. თანაც არ დაგავიწყდეთ, რომ ჩემგან მისულებს განსაკუთრებული ბენეფიტები გაქვთ. როგორც მე მივიღე დღეს გამოცდილება და მივხვდი, რომ კუნგ-ფუ ჩემი არ არის, იგივენაირად ერთი კვირით შეგიძლია უფასოდ სადო, გამერთი კვირის მანძილში მიხვდე, შენ გჭირდება ეს საქმე თუ არ გჭირდება. ამიტომ არჩევანი შენია და ჩემი პრომო კოდი 20%-იანი არ დაგავიქმნეთ. შემდეგი განსაკუთრებული ვარჯიში ხელის წნევით ბოთლის შატეხვაა. 1 2 3 再来 1 2 3 რა თქმა უნდა არ გამომივიდა, რადგან ამ ვარჯიშის შესასრულებლად მინიმუმ 1 წელია საჭირო. პირველ რიგში მთავარია რომ ხელისში გაიძლიერო და შემდეგ სწორად მიმართო ენერგიები შენ ხელში. რა თქმა უნდა ყველა ბავშვი ამ ვარჯიშებს მენტალურად ვერ უძლებს. ზოგჯერ ეზარებათ, ან ძალიან ცუდ ხასიათზე არიან, თუმცა მათ ამის გამო საკმაოდ მკაცრი სასჯელები ელით.
Sometimes they punish, yeah? Yeah, they punish. And what is punishment? Different kind. The basic push-up, 100. Do they like it? Push you up. And they don't like a punishment. It makes their discipline to get better, yeah? 对，会自然的会好好练功。 ვარჯიში ყოველდღურად დაახლოებით 6-დან 8 საათამდე გრძელდება. დღის მეორე ნახევარი კი უფრო აქტიურად ეთმობა მედიტაციას, წიგნების კითხვას ან დასვენებას. შემდეგ კაცრ განსაზღვრულ დროს დაძინებას. ყოველდღიურად ვარჯიშის მერე აქ ისვენებენ და ღამით აქ ძინავ. და დილის მერე დილის 5 საათზე აქ შემოვარდება. და მეორე დღეს ყველაფერი თავიდან იწყება. ასია მასტერი ცხოვრებაც. ის 33 წელია ასე ცხოვრობს და ბედნიერია ამ გზით. He thinks there's like practicing kung fu makes you happy. Him happy because he his nail. I'm only not very happy when the kids not obey the rule. დავალავ აქ ერთი დღე გავატარე. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ვცდილობდი გამომეორებინა სწორად მოძრაობები, ძირითადად არ გამომდიოდა. უფრო მეტიც, მათ ფონზე ხშირად სასაცილოდ ჩანდი. მაგრამ თავარი რაც აქ მივიღია მოძრაობები, არამედ კუნგ-ფუს ფილოსოფიაა. ფილოსოფია ამბობს, რომ თავიდან აუცილებლად ბრიყვი ხარ და არ უნდა შეგეშინდეს ან შეგწხვეს ამის. თუმცა დროთა განმავლობაში სისტემატური შრომით, ნებისყოფით და დისციპლინით ნებისმიერ საქმეს შეიძლება წარმატების მიღწევა. და ისეთი აუსრულებელი მიზნების ასრულებას, როგორც ერთი შეხედვით წარმოუდგენელი ჩანს. შეიძლება ვიღაცისთვის ეს იყოს ნობელის პრემია, ან მილიონურად გახდომა. ან ისეთი აბსურდულიც კი, როგორიცაა გაუსწრო მაიმუნს გამომწერებში. თქვენი დახმარება დამჭირდება.